მამხილებლის ცხოვრება რთული და მძიმეა. ადამიანები, რომლებიც საიდუმლოებებს ამხელენ, ძალიან სწრაფად იძენენ ტრებს და ბევრ შემთხვევაში ან იძულებულნი არიან დროებით გაუჩინარდნენ, ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში ისინი იმ ადამიანების მიერ უჩინარდებიან, ვის წინააღმდეგაც ისაუბრეს, ისე რომ მათ აღარასოდეს ნახავენ და მათგან ვეღარაფერს გაიგებენ. სად არის პრაგია, აგნა ლეგოდა? ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა ბოლო 15 წლის განმავლობაში. ის დაიბადა შრი-ლანკაში, სადაც მან რამდენიმე წარმატებულ პროფესიულ გზას გაჰყვა. პრაგია მუშაობდა როგორც კარიკატურისტი, პოლიტიკური ანალიტიკოსი და ჟურნალისტი. მისი ბოლო არჩეული სამუშაო სფერო კვლავ თავისთავად შეიცავდა საფრთხეს. როგორც ჩანს, შრი-ლანკა ჟურნალისტთა საზოგადოებისთვის ერიტრეაზე ბევრად უსაფრთხო არ იყო. პრაგია წერდა საინფორმაციო ვებგვერდისთვის ლანკა i-news-ისთვის. და როგორც ჩანს, თავისუფალ დროს ის იძიებდა რაღაცას, რასაც შრი-ლანკის მთავრობა ურჩევნია, საიდუმლო დარჩეს. ერთ-ერთი საინფორმაციო რედაქტორის თქმით, რომელიც მოგვიანებით ასაშეთში გაიქცა, პრაგია ატარებდა გამოძიებას ომის ბოლო ეტაპებზე მთავრობის მიერ ქიმიური იარავის გამოყენებასთან დაკავშირებით. მოვლენა, რომელსაც ის გულისხმობდა, იყო სასტიკი სამოქალაქო ომი, რომელიც 80-იან წლებში დაიწყო და 2009 წელს დასრულდა, რამაც კუნძული გაანადგურა. კონფლიქტი წარმოიშვა ეთნიკური დაძაბულობის შედეგად თამილებსა და სინჰალებს შორის. მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული პრობლემა იყო. ძირეული მიზეზები ბევრად უფრო ღრმა იყო და შრი-ლანკის კოლონიურ ისტორიაში იღებდა სათავეს. პრაგიამ მნიშვნელოვანი ბრალდება წამოაყენა, როდესაც მან დაიწყო მთავრობის შიგნით მიმდინარე საქმეების გამოძიება, საბოლოოდ კი საკუთარი თავი გახადა დუმილის სამიზნედ. მტკიცებით, გაჟონიუმა აშეტეშის დიპლომატიურმა დეპეშამ განაცხადა, რომ როგორც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, ასევე ინდოეთის უმაღლესმა კომისარმა აღნიშნეს, რომ მათი სამედიცინო ჯგუფები ომის დროს დაჭრილებს კურნალობდნენ. და ვერ აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომელიც ქიმიური იარაღის ან ფოსფორის გამოყენებას დაადასტურებდა. სწორედ იმ ბრალდებას, რომელსაც ჟურნალისტი იძიებდა. თუმცა მხოლოდ ეს ვერ უარყოფდა თეორიას, რომ ომის ბოლო ეტაპზე ქიმიური იარაღი გამოიყენებოდა. და თუ მთავრობას ნამდვილად სჯერა, რომ ასეთი დარღვევა არ მომხდარა, მაშინ რატომ იგრძნეს საჭიროება, რომ პრაგია მოეშორებინათ? 2008 წელს მან დაწერა ინფორმაციული სტატია, რომელშიც დიპლომატებს მიუთითებდა, რომ შრი-ლანკის მთავრობა ჩრდილოეთში მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ ქიმიური ხასიათის იარაღს იყენებდა. ეს მისი საგამოძიებო ძალისხმევის დასკვნად ჩანდა, რაც კარგად არ მიიღებოდა. თავდაპირველად მთავრობა უბრალოდ უარყოფდა ბრალდებებს, მაგრამ 2009 წლის აგვისტოში პრაგია უკვე თავისი განცხადებების მძიმე შედეგებს წააწყდებოდა. იმ წელს რამდენიმე ადამიანი მის გვერდით თეთრი მიკროავტობუსით გაჩერდა, რომელიც ცნობილია როგორც უსაფრთხოების ძალებისა და შრი-ლანკის დაზვერვის სააგენტოების მიერ გამოყენებული ტრანსპორტი. ჟურნალისტი დააკავეს და წაიყვანეს. მისი გამტაცებლების მიერ, როგორც ამბობენ, ის ბოძზე მიაბეს აუტანელი სიცხისა და კაშკაშა სინათლის ქვეშ. მათ აწამებდნენ დაგეთხვისას და უარი უთხრეს დიაბეტისა და გულის წამლებზე. იმავე დღეს მოგვიანებით ის გაათავისუფლეს, მაგრამ მისი თავისუფლება დიდხანს არ გაგრძელდა. რამდენიმე თვის შემდეგ, 2010 წლის 24 იანვარს, არჩევნებამდე 2 დღით ადრე, 50 წლის კაცი გაუჩინარდა. ბოლოს ის ოჯახმა და რამდენიმე კოლეგამ დედაქალაქ კოლომბოს გარეუბანში ნახეს, მას შემდეგ რაც ის შევიწროებისა და მუქარის სამიზნე გახდა იმ ბნელი ძალების მხრიდან, რომლებიც მის პოვნას ცდილობდნენ. ის იღებდა რამდენიმე ანონიმურ სატელეფონო ზარს და რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, სანამ მეორედაც გაუჩინარდებოდა. ამჯერად კი პრაგია აღარ დაბრუნდებოდა. ოჯახი დახმარების იმედით პოლიციაში დაკარგული პირის შესახებ განცხადებას შეიტანს, მაგრამ პოლიცია მის რეგისტრაციაზე უარს იტყვის. თებერვალში კი ოჯახი ჰაბეას კორპუსის შუამდგომლობას შეიტანს, რათა ჟურნალისტის სასამართლოში გამოცხადების განკარგულება მიიღო. ისევ წინააღმდეგობას შეხვდნენ. სამართალდამცველებმა გადადებაზე ითხოვეს და საბოლოოდ საქმე ყურადღების მიღმა გარჩა. პრაგია ისევ უჩვეულო გარემოებებში დაკარგული იყო, რამაც მის ოჯახს კითხვა გაუჩინა, ცოცხალი იყო თუ არა იგი. 2011 წლის ბოლოს ყოფილი გენერალური პროკურორი ჟენევაში გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტს განუცხადებდა, რომ ჟურნალისტი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ცოცხალი და ჯანმრთელი იყო, თუმცა ამ განცხადებას ეჭვით შეხვდნენ. 2015 წელს არჩევნების შედეგად პრაგიას საქმეს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადასცეს, რომლებმაც მალევე წამოაყენეს თეორია, რომ ჟურნალისტი სამხედრო დაზვერვას ჰყავდა გატაცებული და სავარაუდოდ კანონის დარღვევით სიკვდილით დასაჯეს. მოგვიანებით ორი სამხედრო მალალჩინოსანი სასამართლოში ჩვენებას მისცემდა და განაცხადებდა, რომ პრაგია მისი გაუჩინარებიდან მალევე არმიის ბანაკში ნახეს.
კრიმინალური პოლიციის დეტექტივები ამ მტკიცებას გამოიძიებდნენ, მაგრამ სამხედროები მათ არანაირ პირად ინფორმაციას არ მიაწვდიდნენ. მათ შორის მობილური ტელეფონების მფლობელობის, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისა და შვებულების ჟურნალების დეტალებსაც კი. ეს ინფორმაცია შეიძლება გადამწყვეტი იყოს გამოძიებისთვის და პასუხების ძიებისთვის, პრაგიას გაუჩინარების საქმეში. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი დააკავეს ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი ყველა გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესებსა და გამოძიებებს მრავალი დაბრკოლება შეხვდათ. მოსამართლეები მუდმივად იცვლებოდნენ. სასამართლო სხდომები გადაიდებოდა, ხოლო მოწმეების ჩვენებები იცვლებოდა. ერთი კრიმინალური პოლიციის ოფიცერი, რომელიც ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეზე გამოძიებას ხელმძღვანელობდა, საბოლოოდ ქვეყნიდან გაიქცა, მას შემდეგ, რაც გავრცელებული ინფორმაციით სიცოცხლის მოსპობის მუქარები მიიღო. კრიმინალური პოლიციის დირექტორიც დააკავეს, შემდეგ გაათავისუფლეს და საბოლოოდ პენსიაზე გავიდა, რის შემდეგაც პრაგია ბედის ანაბარად დარჩა. თუმცა 2019 წელს დაიწყო 7 ეჭვმიტანილის სასამართლო პროცესი, რომლებიც ჟურნალისტის გაუჩინარებაში მონაწილეობაში იყვნენ ბრალდებულნი, მაგრამ მას შემდეგ დიდ პროგრესს არ მიუღწევია, რის გამოც ყველა ეჭვმიტანილის გამართლების რეკომენდაცია გაიცა. მისი გაუჩინარების შემდეგ პრაგიას ოჯახი მუდმივი შევიწროებისა და მუქარების მსხვერპლი გახდა, რადგან ისინი ძიებას აგრძელებენ. პასუხების ძიება უშედეგო აღმოჩნდა. ჟურნალისტი კვლავაც შემაშფოთებლად დაკარგულია და სამართალი ჯერ კიდევ არ აღსახსრულებულა. მან სადა კვლავ ნათელი მოეფინა ქიმიური ომის ბნელ თემას, მაგრამ საბოლოოდ დაადუმეს, რაც შიშს უჩენს ყველას, ვინც გაბედავს მთავრობის ქმედებების წინააღმდეგ საუბარს. ამ გაუჩინარებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, ვინ მართავს ქვეყანას და რამდენად შორს შეიძლება წავიდნენ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. თუნდაც ეს ნიშნავს ადამიანების გაუჩინარებასა და საკუთარი მოქალაქეების დახვრეტას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით. 2016 წლის იანვარში ჩინელი ჟურნალისტი ალი ჩენი გაუჩინარდა და ეს შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით გაზეთების სათაურითაურებში მოხდა. Amnesty International-ის ინფორმაციით, ის ბოლოს 2016 წლის 11 იანვარს ნახეს და ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა სიცოცხლის შიშით გაქცეულიყო. იმ დღეს, როცა ჩენი გაუჩინარდა, მან თავის პარტნიორს SMS-ით დაუკავშირდა და უთხრა, რომ ტაილანდისა და ლაოსის საზღვარსკენ მიდიოდა. მისმა პარტნიორმა იმ წლის 2 თებერვალს ჩენგუანის პოლიციის განყოფილებიდან ზარი მიიღო და უთხრეს, რომ ცინი მეორე დღეს დაუკავშირდებოდა. ეს მართლაც ასე აღმოჩნდა, რადგან მან 3 თებერვალს მისგან სატელეფონო ზარი მიიღო და შემდეგ მისი გაუჩინარების რეალური მოვლენები გამოაშკარავდა. მას გაქცევა იძულებული გახდა მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო, არა იმის გამო, რაც გააკეთა, არამედ იმის გამო, რისი გაკეთებაც უარი თქვა. სინგმა განაცხადა, რომ გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე მას ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები მიუახლოვდნენ, რომლებმაც დაიწყეს მასზე ზეწოლა, რომ თავისი კოლეგა ჟურნალისტების წინააღმდეგ მათი ინფორმატორი გამხდარიყო. მაგრამ მათ ასევე სურდათ ინფორმაცია მისი ოჯახის, მეგობრებისა და ნაცნობების შესახებ, რაც სინგს საეჭვოდ მოეჩვენა და მაშინვე იგრძნო, რომ ამ თანამშრომლებთან თანამშრომლობას კატასტროფული შედეგები ექნებოდა. იგრძნო, რომ სხვა გზა არ ქონდა გარდა გაქცევისა, რადგან უთხრეს, რომ თანამშრომლობაზე უარის შემთხვევაში მას მოღალატედ ციხეში ჩასვამდნენ. იცოდა, რომ მისი ოჯახი სიცოცხლეც საფრთხეში იყო, მაგრამ მან უარი თქვა ინფორმატორად მუშაობაზე და ინდოეთში გაიქცა. ეს მარტივი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა, რადგან მას და მის პარტნიორს 2 წლის ქალიშვილი ჰყავდათ. როცა ის გაიქცა, მათ ჩინეთში მარტო დარჩენა მოუწიათ და მას ეშინოდა, რომ მათზე შურისძიებას მოახდენდნენ. ინდოეთში ჩასვლის შემდეგ თავშესაფარი მოითხოვა, მაგრამ უარი უთხრეს. შემდეგ ალტერნატივა მოძებნა და ტაილანდში გადავიდა, სადაც აპირებდა თავშესაფრის მოთხოვნას, მაგრამ უცნობია მოახერხა თუ არა ეს, რადგან ტაილანდში მოულოდნელად გაუჩინარდა. ჩენისგან გარკვეული დროის განმავლობაში არანაირი ინფორმაცია რომ არ ქონდა, მისმა პარტნიორმა ინერვიულა, რომ ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა ის იპოვეს და ან გაიტაცეს, როგორც ხშირად ხდება, ან ის ცოცხალი აღარ იყო. შემდეგ გაიგვა, რომ ინდოეთში ყოფნისას ჩენმა რამდენიმე ჟურნალისტს დაუკავშირდა და მიაწოდა მათ იმ თემების სია, რომელთა გაშუქებაც მას და მის კოლეგა ჟურნალისტებს ჩინეთის მთავრობის ბრძანებით ეკრძალებოდათ. მან ასევე გაამხილა, რომ აპირებდა ამ ჟურნალისტებიდან ზოგიერთზე ჯაშუშობას, რადგან ამას ჩინეთის ოფიციალური პირები აიძულებდნენ, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მორალურად ამას ვეღარ შეძლებდა და ამიტომ გადაწყვიტა გაქცევა. ჩენი არ ყოფილა პირველი ჟურნალისტი, ვინც ამ კონკრეტულ გზას დაადგა. 3 სხვა ჟურნალისტიც იძულებული გახდა იგივე მიზეზით გაქცეულიყო ტაილანდში, თუმცა საბოლოოდ ყველა მათგანი ტაილანდის მთავრობამ ჩინეთში დააბრუნა, რადგან ამ საკითხებში ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობდა. ერთ შემთხვევაში კი 2 ჟურნალისტი, რომლებმაც გაეროსგან ტოლვილი სტატუსი მიიღეს, ჩინეთში დააბრუნეს მას შემდეგ, რაც მათ იმიგრაციის დარღვევებში დასდეს ბრალი, რომლებიც სინამდვილეში არც კი მომხდარა.
სინგი რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ გამოჩნდა ჩინეთში, მისი გაუჩინარების შემდეგ. თუმცა ის კვლავ გამოძიების ქვეშ იმყოფებოდა და ვერ ეუბნებოდა თავის პარტნიორს, სადიკო, რადგან მისი უსაფრთხოების ეშინოდა. ჯერ კიდევ უცნობია, დაბრუნდა თუ არა ის ოდესმე სახლში, რადგან ჩინეთში დაბრუნების შემდეგ მისი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არასდროს გავრცელებულა. დევიდ აიზეკი, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების შეუპოვარი ხმა, კიდევ ერთი ადამიანი იქნებოდა, ვისი სამოქალაქო უფლებებიც დაირღვა. დრამატურგი, ჟურნალისტი და მწერალი ასმარაში დაიბადა, თუმცა 1985 წლის ომის კონფლიქტის დროს, როდესაც ერიტრეის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტი ეთიოპიის არმიას შეეჯახა, ის ამ ტერიტორიიდან გაიქცა. 1982 წელს მან შვედეთის მოქალაქეობა მიიღო, მაგრამ არასდროს დაუიწყია, საიდანაც იყო წარმოშობით. მისი კულტურული იდენტობა მის განუყოფელ ნაწილად დარჩა. დევიდი საკუთარ თავს ხშირად უმეორებდა მანტრას: არ დაივიწყო შენი ენა, შენი ქლევანა, შენი ფესვები. ეს გამონათქვამი საბოლოოდ მოდ მას საკუთარ სახლში დააბრუნებდა. მას შემდეგ რაც ქაოსი ჩაცხრა, ერიტრეამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მომავალი ჟურნალისტი დაბრუნდა და ამის შემდეგ მისი ნებები რეალობად იქცა. ასმარაში დევიდის თეატრის სიყვარული მას ადგილობრივ აკრობატთა ჯგუფსა და შევიტის ბავშვთა თეატრში მიიყვანა. მისი სახელი ყველასთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გამოვიდა 30,000 მოკლე მოთხრობა, რომელიც რადიოში სენსაციად იქცა. სწორედ მაშინ დაიწყო მან ჟურნალისტური კარიერა, მას შემდეგ რაც ახალი კანონი ამოქმედა, რომელიც ბეჭდურ მედიას კერძო საკუთრებაში ყოფნის საშუალებას აძლევდა. დევიდის დაბრუნებას ქვეყნის პირველი დამოუკიდებელი გაზეთის, სახელად სედეთის დაარსება მოჰყვა, რომელიც თავდაპირველად როგორც ავტორმა დაიწყო, შემდეგ კი თანამფლობელი გახდა. მისმა სტატიებმა და რეპორტაჟებმა თუმცა მას მთავრობის მხარდაჭერა არ მოუტანა. მისი წერილები აშკარავებდა მწვავე და მზარ პრობლემას, რომელიც შეუჩერებლად ვითარდებოდა. The Witty და სხვა გამორჩეული ფიგურები დაიწყეს ხმამაღლა საუბარი და ეს პროფესიული წრეების სავსეო კრიტიკით. აქტივისტი სულ უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებდა მთავრობის უსამართლო, არა მართლზომიერ ავტორიტარულ პრაქტიკებზე. საზოგადოებამ დაიწყო ყურადღების გამახვილება ქვეყანაში მათ საცხოვრებელ პირობებზე და იმაზე თუ რამდენად შორს იყო ეს პირობები იდეალისგან. დევიდი ადამიანის უფლებებს იცავდა და მიუთითებდა იმ დარღვევებზე, რომლებიც მათ მიმართ ხდებოდა. მან ასევე ეჭქვეშ დააყენა პოლიტიკური თავისუფლების ნაკლებობა და გააკრიტიკა მთავრობის მიერ განსხვავებული აზრების ჩახშობა. მან და მისმა ჟურნალისტთა ჯგუფმა მოუწოდეს მთავრობას შეესრულებინა დემოკრატიის დაპირებები და მოითხოვდნენ, რომ პრეზიდენტს ქვეყნის ისტორიაში პირველი საყოველთაო არჩევნები ჩაეტარებინა. და მხარი დაუჭირა კონსტიტუციის ამოქმედებას, როგორც ეს ერიტრეის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იყო შეთავაზებული. მათ ასევე პირდაპირ გააკრიტიკეს ავტორიტარული კურსი, რომელსაც ქვეყანა ადგა და მთავრობას პასუხი მოსთხოვეს მის გადაცდომებზე. ამ ფაქტის გახმაურება უხერხულობას უქმნიდა ერიტრეის ლიდერებს, რომლებმაც შეამჩნიეს ცვლილება სამოქალაქო მოსახლეობაში, რომლებიც ამის შედეგად თავიანთი თავისუფლებისთვისაც დაიწყეს ბრძოლა. რეაქცია დევიდის კრიტიკაზე მსუბუქი არ ყოფილა. მთავრობამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სასტიკი რეპრესიები დაიწყო. რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს G15-თან ერთად. ეს იყო მაღალი თანამდებობის პირების ჯგუფი, რომლებმაც დაწერეს და მოაწერეს ხერესხელი კრიტიკულ წერილებს, სადაც მოითხოვდნენ არჩევნების ჩატარებას. ეს იყო 2001 წლის სექტემბერში, როდესაც რეპრესიების ფონზე დევიდი ხელბორკილებით გაიყვანეს და საზოგადოებრივი თვალთახედვიდან გააცილეს. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ის ციხეში დარჩა, ხოლო საზოგადოება ფიქრობდა მის უსაფრთხოებაზე და იმაზე, ცოცხალი იყო თუ არა იგი. იძულებითი გაუჩინარებისა და სასტიკი რეპრესიების შემდეგ რამდენიმე დამოუკიდებელი მედია საშუალება ძალით დახურეს. მათ შორის იყო სედეტი, რომელიც დღემდე დახურულია. 2005 წელს მათ საბოლოოდ მიიღეს პასუხი ამ კითხვაზე, როდესაც დევიდი ციხიდან გაათავისუფლეს და მას სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება მიეცა. თუმცა მხოლოდ 2 დღის შემდეგ ის კვლავ დააკავეს და ამჯერად ის აღარავის უნახავს. 2005 წლიდან მას უარი ეთქვა ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან და თუნდაც თავის ადვოკატთან შეხვედრაზე, რაც ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევაა. დევიდი არ მხოლოდ გარე სამყაროსგან მოწყვეტილია, არამედ მას არც კი წარუდგენია სასამართლოში, არც ოფიციალური ბრალდება წაუყენებიათ მისთვის და არც სამართლებრივი პროცესი ჩატარებულა. თუმცა როგორც ამბობენ, ის კვლავ პატიმრობაში რჩება. მისი ადგილსამყოფელი შესახებ კითხვები 2000 წლეულის შემდეგაც ვრცელდებოდა, თუმცა ამ დრომდე არანაირი ნათელი პასუხი არ არსებობს. 1960-იანი წლების დასაწყისში ელიზაბეთ ლოუსონი, რომელიც შოტლანდიიდან იყო წარმოშობით, ნიუ-იორკში მუშაობდა აუპერად, როდესაც დაორსულდა. მოგვიანებით მან გააჩინა ქალიშვილი, რომელსაც ფაულა დაარქვა და იძულებული გახდა მარტო გაეზარდა, რადგან ფაულას მამა აღარ იყო მის ცხოვრებაში. ფაულას დაბადების შემდეგ ელიზაბეთმა გადაწყვიტა შოტლანდიაში დაბრუნება, მაგრამ როდესაც მისმა მშობლებმა ფაულას მამაზე კითხეს, მან უარი თქვა მისი ვინაობის გამხელაზე.
ეს მის ოჯახს დაბნეულობაში ტოვებდა, მაგრამ მათ გადაწყვეტეს, რომ აღარ გაეღვიძებინათ ძველი ამბები და აღარ ჩაეძიათ ეს საკითხი. მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, პაულას რომ წამოეზარდა, მანაც დაიწყო კითხვების დასმა მამამისზე. ეს ხშირად ელიზაბეტს ბრაზის ზღვარზე აყენებდა და ის უბრალოდ ეუბნებოდა თავის ქალიშვილს, რომ გაჩუმებულიყო. ხშირად ამას სახეში სილაც მოხვდებოდა. აშკარად იყო რაღაც, რასაც ელიზაბეთი თავის ოჯახს უმალავდა, მაგრამ ის ჩუმად რჩებოდა და უბრალოდ უარს ამბობდა ამ საკითხზე ვინმესთან საუბარზე. პაულა საბოლოოდ დასახლდა Fife-ში, შოტლანდიაში, მას შემდეგ რაც ელიზაბეთი გარდაიცვალა და მან ისარგებლა შესაძლებლობით, რომ თავისი მამის ვინაობაზე კვლევა ჩაეტარებინა. მან გადაწყვიტა თავისი DNM გენეალოგიურ ლაბორატორიაში ჩაებარებინა და როდესაც შედეგები დაბრუნდა, გაგურვებული აღმოჩნდა, რომ მას ჰყავდა ნათესავები, რომლებიც აშშ-ში ცხოვრობდნენ. მისი დედა არასოდეს უხსენებია, რომ იქ ნათესავები ჰყავდა და პაულა მაშინვე დაინტერესდა. დამატებითმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ მისი მამის სახელი იყო Billy Elson Lawson-ი, კაცი, რომელიც საიდუმლოდ გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ის პოლიციის ინფორმატორი იყო და მაფიაზე ბევრი ინფორმაცია ჰქონდა გამჟღავნებული. მას ეწოდინებოდა, რომ თუ მისი საიდუმლო ოდესმე კრიმინალური სამყაროს წევრებს გაუმჟღავნდებოდა, სერიოზულ საფრთხეში არ მოჩნდებოდა. მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში მან მოახერხა ინფორმაციის შეგროვება ისე, რომ ინფორმატორად დარჩა შეუმჩნეველი. მაგრამ მას შემდეგ, რაც ის და ელიზაბეთი შეხვდნენ ერთმანეთს, მაფიის ერთ-ერთმა წევრმა მისი ნამდვილი განზრახვები გაიგო და გადაწყდა, რომ მისი სიცოცხლე უნდა დაესრულებინათ. ამ ინციდენტის დეტალები იმ დროს უცნობი იყო, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ბილის მოსაკლავად მკვლელი გაგზავნეს, თუმცა მან ძლივს მოახერხა თავის გადარჩენა. მისთვის შეუძლებელი იქნებოდა ნიუ-იორკში დარჩენა, რადგან ახლა უკვე ყველა მაფიასთან დაკავშირებულმა კრიმინალმა იცოდა მისი ვინაობა. და რადგან იცოდა, რომ მხოლოდ დროის საკითხი იყო, როდის მიაგნებდნენ მას, გადაწყვიტა ტეხასში გაქცეულიყო. იქ მან გაიცნო და დაქორწინდა ქალზე, მაგრამ როცა ეს ქორწინება დასრულდა, ის ნიუ-ჯერსიში გადავიდა. იქ კიდევ ერთხელ დაქორწინდა, მაგრამ ეს ქორწინებაც დიდხანს არ გაგრძელდა. ბოლოს არკანზასში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. პაულა მოგვიანებით გაიგებდა, რომ ბილის არც ერთმა ცოლმა მისი საშიში წარსულის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ მას მამამისის შესახებ მეტი უნდა გაეგო. მან მოძებნა და ესაუბრა ბილის რამდენიმე ოჯახის წევრს, რომელთაგან ბევრს მასთან საუბარი არ სურდა, მაგრამ საბოლოოდ გარკვეულ პასუხებს მიაგნო. მან გაიგო, რომ მას შემდეგ, რაც ბილი ინფორმატორობიდან გააგდეს, ვიღაცამ მის ბინაში ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა, მაგრამ როდესაც ის ააფეთქეს, ბილი სახლში არ იყო. ელიზაბეთი როგორც ჩანს, იცნობდა მის საქმიანობას პოლიციასთან და მან დაიფიცა, რომ არასდროს ეთყოდა არავის, სად იყო ბილი, ან რატომ გაუჩინარდა ის ასე მოულოდნელად. პაულამ გაიგო, რომ 2009 წელს ბილის პნევმონია და პანკრეასის კიბო დაუდგინდა და მალევე გარდაიცვალა, როცა ჯერ კიდევ არკანზასში ცხოვრობდა. აქტივიზმის საშიშ საქმიანობად აღქმა თემა არ არის, რომელსაც ხშირად განიხილავენ. ტერმინი ადამიანის უფლებათა დამცველი გამოიყენება როგორც ინდივიდების, ასევე მთელი ჯგუფების აღსაწერად. ეს ადამიანები აქტიურად და ერთობლივად იცავენ ადამიანის უფლებებს. ეს დემონსტრაციები, რამდენადაც მშვიდობიანიც არ უნდა იყოს, ხშირად შეიცავს ფარულ რისკებს, რომლებიც საფრთხის რთულ ქსელს ქმნის. მოძრაობაში არა მარტო ფიზიკური უსაფრთხოების საკითხებია, არამედ არსებობს კრიმინალური და იურიდიული რისკებიც. წლების განმავლობაში ბევრ აქტივისტს მიუსაჯეს პატიმრობა და დაეკისრა ჯარიმები სხვადასხვა დარღვევისთვის. მათ ასევე შეხვდნენ ეკონომიკურ სირთულეებს, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და პირადი ცხოვრების ხელყოფასაც კი. ადამიანის უფლებათა დამცველთა საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტორი უკავშირდება სასჯელის შოკის მომგვრელ და ფარულ ფორმას, რომლის სათავეშიც მოულოდნელი ძალაა. ეს შედეგი ცნობილია როგორც იძულებითი გაუჩინარება, რაც გულისხმობს ადამიანის ფარულ გატაცებას ან დაპატიმრებას. გამტაცებლები ხშირად მთავრობის ძალების ნაწილი არიან, ან ჯგუფის წევრები, რომელსაც სახელმწიფო უჭერს მხარს. ისინი თავიანთ მსხვერპლებს საზოგადოებრივი თვალთვარის მიღმა იღებენ, კანონის დაცვის გარეთ აყენებენ და მათ დაუცველებს ხდიან არასასურველი სიტუაციების მიმართ, ზოგადი დარღვევებიდან წამებამდე და სიცოცხლის მტანჯოლად დასრულებამდე. არსებობს ადამიანის უფლებათა დამცველების რამდენიმე ტიპი. მათ შორის არიან ჟურნალისტები, თემის ლიდერები, გარემოს დამცველები, ძილძვენი მოსახლეობის უფლებების დამცველები და საცხოვრებლის უფლებების აქტივისტები. ალცეტო მორა მარკესი, ვენესუელელი პოლიტიკური ლიდერი, სოციალური აქტივისტის კატეგორიაში მოხვდებოდა, გზა რომელიც მას უცნობ ბედისწერამდე მიიყვანს. ალცეტო დიდი ხანია ებრძვის ცვლილებებისთვის, თავისი პოლიტიკური კარიერის დიდ ნაწილს უთმობდა თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის დაცვას. ლიდერი გახდა PRV, FALN, Rupturasა და Tercer Caminos ორგანიზაციების წევრი. ის ასევე შეუერთდა კომუნისტურ ახალგაზრდობას და ხელმძღვანელობდა სოციალისტურ ლიგას. დასაწყისში ალცეტოს საკუთარი უფლებები დაარღვიეს.
მისმა პოლიტიკურმა პოზიციამ გამოიწვია მისი 6 თვიანი დაკავება სექტორული დაზოვრისა და პრევენციის სამსახურის გენერალური დირექტორატის მიერ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც DCP. დაკავების პერიოდში აქტივისტი მძიმე წამებას დაექვემდებარა, რის შედეგადაც კბილები დაკარგა. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მამაკაცი თავის პოზიციაზე უარს ეთქვა და მისი აქტივიზმი გაგრძელდა. ალკეტოს ისტორია 2013 წელს იწყება, როდესაც მან კიდევ ერთი ადამიანის უფლებების დარღვევა გამოავლინა და გააკრიტიკა: ბენზინისა და დიზელის კონტრაბანდის სქემა. იმ წლის აგვისტოში ის მუშაობდა მერიდეს შტატის გუბერნატორის ადმინისტრაციაში მმართველობის გენერალურ მდივნად. მან დაიწყო თავისი მოსაზრებების გავრცელება სოციალურ ქსელებში, აკრიტიკებდა მთავრობასაც და ამხელდა სავარაუდო ბენზინის კონტრაბანდის ქსელს, რომელშიც მონაწილეობდნენ პეტროლეოს და ვენესუელას თანამდებობის პირები. ბენზინის კონტრაბანდა გულისხმობს სუბსიდირებული ბენზინის უკანონო ვაჭრობას ვენესუელადან მეზობელ ქვეყნებში, ძირითადად ბრაზილიასა და კოლუმბიაში. უკანონო ვაჭრობა მომგებიანია საწვავის მაღალი ფასების გამო, რომლებიც სხვა ქვეყნებში მნიშვნელოვნად მაღალი იყო. კონტრაბანდამ საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის ინდუსტრიის კოლაფსი და საწვავის დეფიციტი. ალცედო ძალიან ხმამაღლა საუბრობდა ამ უკანონო ვაჭრობაზე და თიც იშვერდა მაღალჩინოსნებისკენ. ამტკიცებდა, რომ ისინი ვენესუელის საწვავს იყენებდნენ საკუთარი სარგებლისთვის და შედეგად არ უვოლდნენ სამოქალაქო მოსახლეობის უფლებებს. 2 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც მან სამართლიანობისთვის იბრძოლა ამ სკანდალის გამო, ჩანს, რომ მთავრობას საბოლოოდ მოთმინება ამოეწურა. 2015 წლის 27 თებერვალს აქტივისტი დილით ადრე სახლიდან სამსახურში წავიდა. ეს იქნებოდა ბოლო შემთხვევა, როცა ვინმე მას ცოცხალს ნახავდა. რამდენიმე წუთში ოჯახის წევრები მიიღებდნენ ტექსტურ შეტყობინებას, სადაც ეწერა, რომ სამხედრო დაზორვის სამსახურის აგენტები აკავებდნენ მას, რაც როგორც ვარაუდობდნენ, გაზის კონტრაბანდის გამოძიებას უკავშირდებოდა. უფრო კონკრეტულად კი, მისი გამოძიება Petróleos de Venezuelas ბენზინგასამართ სადგურთან დაკავშირებით. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მისი რამდენიმე ძმა და მეგობარიც ასევე იდუმალ ვითარებაში გაუჩინარდა. ბოლივარიანული დაზორვის სამსახურებმა ხესუს პრადო გაიტაცეს. მისმა კიდევ ერთმა ძმამ, ელისეო პრადომ, ასევე გადაიტანა მსგავსი განსაცდელი, ისევე როგორც მისმა რამდენიმე მეგობარმა. ამ მოულოდნელი გაუჩინარებების შესახებ ბევრი დეტალი არ გავრცელებულა. ყველა მხოლოდ ის იცოდა, რომ ის გაუჩინარდა და ასე დარჩა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ალცედოს გაუჩინარებიდან სულ რამდენიმე დღეში, 5 მარტს მისმა შვილებმა განაცხადეს იძულებითი გაუჩინარების შესახებ. მათ საქმე წარადგინეს მერიდეს კრიმინალური სამეცნიერო და კრიმინალური გამოძიების ორგანოში. რამდენიმე დღის შემდეგ საჩივარი ოფიციალურად დარეგისტრირდა საჯარო პროკურატურაში. აქ ისინი შეიტანდნენ ჰაბეას კორპუსის შუამდგომლობას, სამართლებრივ პროცედურას, რომელიც გაასაჩივრებდა მათი მამის დაკავებას. შუამდგომლობა იმოქმედებდა როგორც სასამართლოს განკარგულება, რომელიც ავალდებულებს დამკავებელს სასამართლოში წარადგინოს პირი და გაამართლოს მისი პატიმრობა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ეს იყო იძულებითი გაუჩინარების შემთხვევა და დაიწყო გამოძიება. გამოძიება გაგრძელდა ივნისის ბოლომდე, რაც მნიშვნელოვანი დაგვიანება იყო და არაეფექტო შედეგებს გამოიწვია. საქმე, რომელსაც ალსედოს შვილები ხელმძღვანელობდნენ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში გადავიდა, თუმცა მცდელობები მაინც უშედეგო აღმოჩნდა. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და ალსედოს ოჯახს ხელისუფლებისგან ძალიან მცირე პასუხი მიუღია. ისინი გაურკვევლობაში დარჩნენ აქტივისტის ადგილსამყოფელსა და მის ბედთან დაკავშირებითაც კი. ალსედოს გაუჩინარების უკანდგომი დამნაშავეები კვლავ თავისუფლად დადიან, მათ შორის თითქოს არაფერი მომხდარა. ამ საქმეში რამდენიმე ეჭვმიტანილი დასახელდა, მათ შორის ყოფილი გუბერნატორი ალექს რამირესი და ლუის მარტინეს რიკო. ოჯახი მიიჩნევს, რომ ამ ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი იმ საიდუმლოზე, რომელიც უკავშირდება აქტივისტს, რომელმაც კორუფცია ამხილა. მაგრამ ამის ნაცვლად, ეს პირები, როგორც ამბობენ, სამხედრო კორპორატიული დოქტრინის მიერ არიან დაცულნი, რის გამოც ალსედოს გაუჩინარება კვლავ გაუხსნელია და კითხვები უპასუხოდ რჩება. ფლორა ვოვშინი დაიბადა ნიუ-იორკში 1923 წელს. სრულწლოვან ასაკში მან სწავლა გააგრძელა კოლუმბიის უნივერსიტეტში, უისკონსინის უნივერსიტეტში, ივერსიტეტში მედისონში და ბარნარდის კოლეჯში, სადაც გახდა ამერიკელი სტუდენტების კავშირის წევრი. სწორედ იქ შეხვდა მან მარიან ბერდიციოს და ჯუდით კოპელანდს, როცა საბჭოთა კავშირის მხარდაჭერას გამოხატავდა. ის ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იმ ფაქტს, რომ აშშ-ში 1951 წელს დიდი ბრიტანეთს დახმარება გაუწია. 1953 წელს მან დაიწყო მუშაობა საომარი ინფორმაციის ბიუროში, რომლის თანამშრომლებზეც მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის გარკვეული გავლენა ჰქონდა.
საომარი ინფორმაციის ბიურო იმ პერიოდში პასუხისმგებელი იყო ამერიკის ხმის ენობრივი სერვისებისა და გადაცემების ზედამხედველობაზე და მალე ფლორა კგბ-სთან თანამშრომლობას იწყებს. მან გადაიბირა ჯუდით კოპელანდი, რომელმაც შემდეგ იგივე გზა აერჩია და მალე ფლორა თავის კურატორებს აუცებდა იმ რაოდენობის ინფორმაციით, რომელსაც საომარი ინფორმაციის ბიუროში ბიბლიოთეკარად თავის გასაღებისას აგროვებდა. მაგრამ როგორც ჩანს, მან ზედმეტად შეიჭრა თავის როლში და კიდევ მის გაკიცხვა მოუწია, რადგან მიიჩნიეს, რომ ფლორა დაუდევარი ხდებოდა. მათ ეშინოდათ, რომ მისი ლეგენდა გამოაშკარავდებოდა და დაკარგავდნენ მნიშვნელოვან აგენტს, რომელსაც შეეძლო მათთვის შიდა ინფორმაციის მიწოდება. მის სასარგებლოდ კი ის ფაქტი მუშაობდა, რომ ფლორა რამდენიმე ენას ფლობდა, მათ შორის ფრანგულს, რუსულს და სლავურ ენებს. FBI-მ შეიტანა, რომ ომის ინფორმაციის ოფისში ვიღაცა KGB-სთვის ინფორმაციას აწვდიდა და როცა ომი საბოლოოდ დასრულდა, მათ დაიწყეს იმ ინფორმატორის ძებნა. ამის გაგების შემდეგ ფლორამ გადაწყვიტა გადასულიყო საბჭოთა კავშირში და იქ ჩასვლისთანავე უარი თქვა ამერიკის მოქალაქეობაზე. ეს არასოდეს დადასტურებულა და FBI-ის თვალსაზრისით ის უბრალოდ უკვალოდ გაუჩინარდა და აღარავის უნახავს. მოგვიანებით 1990-იან წლებში აღმოჩენილი დოკუმენტის წყალობით გამოაშკარავდა, რომ ომის დროს ომის ინფორმაციის ოფისში რამდენიმე სხვა ჯაშუშიც მუშაობდა კგბ-სთვის და რომ ფლორა მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ მრავალ ინფორმანტს შორის, რომლებიც არასოდეს გამოვლენილა. მიუხედავად იმისა, რომ ფლორა შეიძლება არ ყოფილიყო ამ ინფორმანტებს შორის ყველაზე ეფექტური, მოგვიანებით გაირკვა, რომ სწორედ მან გადაიბირა ჯუდით კოპელანდი, რომელმაც კგბ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური ინფორმაცია მიაწოდა, რომლის დიდი ნაწილი აშშ-ის კონტრდაზვერვის ღონისძიებებს ეხებოდა. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ფლორას დედა მარია ვიჩერი, ფლორას მამინაცოლთან ერთად აშშ-ის კომუნისტური პარტიის აქტივისტი იყო. მისი დედა კოდური სახელით დაშათ იყო ცნობილი, ხოლო მამინაცვალი კინით. მოგვიანებით აღმოჩენილმა დოკუმენტებმა აჩვენა, რომ ისინი თანამშრომლობდნენ იგბ-სთან და რომ ვიჩერმა მათ მიაწოდა ინფორმაცია ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომელსაც აშშ-ის სამხედროები იყენებდნენ ომის დროს. ამასობაში FBI კვლავ ყველაფერს აკეთებდა, რომ ფლორა ეპოვათ და მოღალატედ დაესაჯათ, მაგრამ მისი ადგილსამყოფელი უცნობი რჩებოდა. მისი დედა მოგვიანებით განაცხადებდა, რომ საბჭოთა კავშირიდან მიიღო ინფორმაცია, თითქოს ფლორა გარდაიცვალა, თუმცა ეს არასოდეს დადასტურებულა საბოლოოდ. რუდოლფ დიზელი გერმანელი მშობლების ოჯახში დაიბადა 1858 წლის მარტში პარიზში, საფრანგეთში და შემდგომში ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. სწორედ ამ ადამიანმა, როგორც თერმულმა ინჟინერმა, გამოიგონა შიდა წრის ძრავა, რომელსაც მისი სახელი ეწოდა. დიზელის ძრავის გაუმგონებლობის გარდა, მას ასევე ახდერდნენ როგორც ხელოვნების გამორჩეულ მცოდნეს. ის ასევე იყო ლინგვისტი და სოციალური თეორეტიკოსი. რუდოლფი უდავოდ გამორჩეული იყო. ის თავის დროის დიდ ნაწილს უთმობდა თავისი ძრავის განვითარებას და ასევე ატარებდა ექსპერიმენტებს ამიაკისა და გაფართოების ძრავის გამოყენებით. 1890-ისთვის მან დაატოვა თავისი სახლი პარიზში და ახალი ჰორიზონტებისკენ გაემართა ბერლინში, სადაც ახალი თანამდებობა მიიღო ლინდეს კომპანიაში. მხოლოდ 2 წლის შემდეგ მან მიიღო პატენტი თავის ძრავაზე და მომდევნო წელს გამოაქვეყნა მისი აღწერა სათაურით გონივრული სითბოს ძრავის თეორია და კონსტრუქცია. რუდოლფმა შემდგომში შექმნა თავისი წარმატებული მოდელების სერია, რომელიც 1887 წელს დასრულდა 25 ცხენის ძალის 4 ტაქტიანი, ერთი ვერტიკალური ცილინდრის მქონე შეკუმშვის ძრავის შექმნით. მისმა მაღალი ეფექტიანობამ, სიმარტივემ და პირდაპირმა კონსტრუქციამ ამ გამოგონებას მღისიერი კომერციული წარმატება მოუტანა, ხოლო საავტორო ჰონორარებმა დიდ გამომგონებელს დიდი სიმდიდრეც მოუტანა. მისი შექმნილი ძრავი თავდაპირველად ნებისმიერ საწოლზე მუშაობდა, მაგრამ მოგვიანებით ძირითადად მცენარეულ ან არაქისის ზედზე მუშაობდა და არ ჭირდებოდა ანთების სისტემა. კვლევართა, მათ შორის რუდოლფის საკუთარი ძალისხმევის მიხედვით, იმ ეპოქის სხვა ორთქლის ძრავები საწოვის ენერგიის მნიშვნელოვან რაოდენობას იყენებდნენ. მან აღნიშნა, რომ ეს სისტემები ენერგიის 90%-ზე მეტს ხარჯავდნენ და ამით მნიშვნელოვან ენერგიას კარგავდნენ. მაშინ, როცა მისი გამოგონება 65%-ით ეფექტური იყო, რაც მნიშვნელოვნად სჯობდა სხვა ანალოგებს. 1912 წლისთვის მსოფლიოში დაახლოებით 70,000 დიზელის ძრავა არსებობდა, რომლებიც ქარხნებსა და ელექტროსადგურებში მუშაობდნენ. შემდგომში დიზელის ძრავამ რევოლუცია მოახდინა სარკინიგზო ინდუსტრიაში, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მან რევოლუცია მოახდინა სატვირთო და ავტობუსების ინდუსტრიაში, რაც მათ საშუალება მისცა უფრო მძიმე ტვირთები გადაეტანათ უფრო ეკონომიურად. როდესაც გააცნობიერა თავისი გამოგონების მნიშვნელობა, რუდოლფმა ძალიან რისკიანი ბიზნეს გარიგება დაგეგმა. ყოველ შემთხვევაში თითქმის გააკეთა ეს. 1913 წლის სექტემბერი იყო, როდესაც რუდოლფი ინგლისისკენ გაემართა. თან ჰქონდა თავისი შიგაწვის ძრავა და გზაში ბრიტანეთის საზღვაო ძალებთან შეხვედრას აპირებდა.
რუდოლფის მიზანი ამ ქმედების უკან იყო ის, რომ თავისი გამოგონება ბრიტანელებისთვის მიეყიდა და მათთვის საშუალება მიეცა მისი სისტემატიზებული ძრავაც ალქოშანავებში დაემონტაჟებინათ. გერმანია რა თქმა უნდა ამ გამოგონებას მიიჩნევდა უპირატესობის მოპოვების საშუალებად. მისი მტრებისა და მეტოქეების ხელში აღმოჩენა აშკარად სარისკო ნაბიჯი იყო. მაგრამ რუდოლფი თავისი გამოგონების მფლობელი იყო და საბოლოოდ შეეძლო მასთან რაც უნდა ის გაეკეთებინა. მაგრამ მისი გადაწყვეტილება შესაძლოა კარგად არ მიუღია მის მთავრობას, თუ კი გავითვალისწინებთ თეორიებს, რომლებიც მის ნაადრევ გაუჩინარებას უკავშირდება. 29 სექტემბერს გამომგონებელი ავიდა დრესდენზე, ორთქმავალ გემზე, რომელიც ბელგიიდან გავიდა და ნელ-ნელა გაემართა ჰარვიჩის ინგლისის მიმართულებით. საღამოს ის კოლეგებთან ერთად ატარებდა დროს და დაახლოებით 10 საათზე თავის კაიუტაში დაბრუნდა. ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როცა ვინმემ რუდოლფი ცოცხალი ნახა. უკვე მეორე დილით მისი კაიუტა შემაშფოთებლად ცარიელი აღმოჩნდა, საწოლი კი ხელუხლებელი იყო. საწოლის გვერდით მადიდაზე მისი საათი და ქუდი იდო, თითქოს განზრახ დაედო, თითქოს ძილისთვის ემზადებოდა. ხელუხლებელი საწონი კი მიუთითებდა, რომ იმ საღამოს მას ვერასდროს ჩაეძინა, არამედ უცნობმა ან უხილავმა ძალამ შეაწყვეტინა. მიუხედავად დაუყოვნებელი ძებნისა, რუდოლფი ვერ იპოვეს. მხოლოდ მისი პალტო იყო დატოვებული, აკურატნა დაკეცილი მოაჯირზე. 10 მძიმე დღის შემდეგ დოქტორ რუდოლფ დიზელის საიდუმლო კიდევ უფრო გაღრმავდა. ჰოლანდიურმა სათავზაო ნავმა ჩრდილოეთის ზღვაში გვამი იპოვა. ის უკვე იმდენად დაშლილი იყო, რომ ამოსაცნობი აღარ იყო. ნარჩენები ნაპირზე გამოათრიეს და პოლიციამ გამოძიება დაიწყო. პიროვნებაზე აღმოაჩინეს პირადი ნივთები, მათ შორის აბების ხუთი, საფულე და პირადობის მოწმობა. მაგრამ ამოუცნობი პიროვნება ისევ ზღვაში დააბრუნეს. მოწევდა ცუდი ამინდი და ალპობის მდგომარეობამ ნეშტი გამოუსადეგარი გახადა. მოგვიანებით ნივთები რუდოლფს დაუკავშირეს, მაგრამ ამან მხოლოდ მეტი თეორია გამოიწვია იმის შესახებ, ნამდვილად მისი იყო თუ არა ეს სხეული. მისი პალტო ხომალდზე იყო დატოვებული და ეს ნივთები მასში უნდა ყოფილიყო. ამის ნაცვლად ისინი მის შარვლის ჯიბეებში იყო მოთავსებული, თითქოს სპეციალურად იმისთვის რომ ეპოვათ. ზოგიერთი თვლიდა, რომ დეტალები მიუთითებდა იმაზე, თითქოს მას მაგლი დაეტაცათ და მისი სიკვდილი დადმული იყო. შესაძლოა ბრიტანელები მასთან კონტაქტში შევიდნენ და სხვებმა ძალით წაიყვანეს, რათა მისთვის თავისი გამოგონებების მნიშვნელოვანი დეტალები მიეცა. ან იქნებ თალად წავიდა ნებაყოფლობით, იმ იმედით, რომ თავის ქვეყანას რისხვას აარიდებდა. ამონ მოლოი, 22 წლის მამაკაცი, რომელიც ირლანდიის ბელფასტის ჩრდილოეთით მდებარე არდერის რაიონიდან იყო, მეგობრებისა და ოჯახის წევრების მიერ აღწერილი იყო, როგორც მშვიდი, მორიდებული და დაფიქრებული ადამიანი, რომელიც ხშირად სხვების საჭიროებებს საკუთარ საჭიროებებზე წინაყენებდა. ის სნუკერის მოყვარული იყო, რომელმაც საეჭვო გაუჩინარების დროს მანდოლიზე დააკორის სწავლა დაიწყო. მისი მშვიდი და მეგობრული ხასიათის გამო მას ბევრი მეგობარი ჰყავდა, რომლებიც ვერ ხსნიდნენ, რატომ შეიძლებოდა ის ასე მოულოდნელად გამქრალიყო. რაც მათ ყველაზე მეტად აშფოთებდათ, იყო ის ფაქტი, რომ იამონმა ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობის პერიოდში გაუჩინარდა, როცა კათოლიკეებს, რომლებიც ირლანდიის გაერთიანებას ისურვებდნენ და პროტესტანტ იუნიონისტებს, რომლებიც ქვეყნის გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას ემხრობოდნენ, შორის დაპირისპირება გრძელდებოდა. ეს ბრძოლა 1968 წლიდან მიმდინარეობდა და მხოლოდ 1988 წელს დასრულდა, როცა მიღწეულ იქნა კეთილი პარასკევის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც გადაწყდა, რომ კათოლიკებმა და პროტესტანტებმა ქვეყანაში ხელისუფლება უნდა გაინაცილონ. 1975 წლის 1 ივლისს ეამონი მოულოდნელად გაუჩინარდა და გაირკვა, რომ ბოლოს იმ დღეს მის სახლთან არდოინში ნახეს. ის მტკიცე კათოლიკე იყო და მის მეგობრებსა და ოჯახს ეშინოდათ, რომ შესაძლოა მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო გაეტაცებინათ. მისმა ოჯახმა ყველგან ეძება მისი პოვნის იმედით, მაგრამ მომდევნო 25 წლის განმავლობაში ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს იმის შესახებ, რა დაემართა მას. 1999 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ნეშტი სასაფლაოზე კუბოში აღმოაჩინეს. კუბო არ იყო დამარხული, ამიტომ ექსჰუმაცია საჭირო არ გახდა და ამონი სწრაფად ამოიცნეს. მისი დაკრძალვის შემდეგ მისი გაუჩინარების შესახებ სიმართლე საბოლოოდ მაშინ გახდა ცნობილი, როცა მის ოჯახს მღვდელი ესტუმრა. მან განაცხადა, რომ 1975 წელს ლაუდის საგრაფოში მუშაობდა, როცა ერთ რამეს რამდენიმე კაცი მივიდა მის სახლში და კარზე დააგაგუნა. მათ უთხრეს, რომ ახლოს ავტოავარიაში ვიღაცა მძიმედ დაშავდა და ერთმა პაციენტმა მღვდელი მოითხოვა. მან დათანხმდა მათთან ერთად წასვლას, მაგრამ როცა სახლიდან გახავდათ, უთხრეს, რომ სინამდვილეში მას მიყავდათ პატიმართან, რომელიც მათი აზრით ინფორმატორი იყო. მას სიკვდილი დასჯა ჰქონდა დანიშნული და ამიტომ სჭირდებოდა მღვდელი, რომ ბოლო აღსარება მიეღო. შემდეგ ის გადაიყვანეს იზოლირებულ ადგილას მდგომ მოძრავ სახლთან და იქ პირველად ნახა ამონი.
მისი ხელები და ფეხები შეკრული ჰქონდა და აშკარად შეშინებული იყო, რადგან წინასწარ შეატყობინეს მომავალი ბედის შესახებ. მუდაომა გადაწყვიტა პოლიციაში არ წასულიყო, საკუთარი უსაფრთხოების შიშით. ამონი ბოლოს და ბოლოს იპოვეს, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ის მხოლოდ ერთ-ერთი იყო ათეულობით ადამიანიდან, რომლებიც ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ გაიტაცა, რომელთაგან ბევრს ამონის მსგავსი ბედი ეწია. 1921 წელს იტალიაში დაიბადა მაურო დე მაურო, მომავალი პოლიციის კომისრის მოადგილე. 1953-54 წლებში ის კომისრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო მოგვიანებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადავიდა პალერმოში და ახალი კარიერა დაიწყო. სწორედ იქ მიუძღვნა მან თავისი ცხოვრება ჟურნალისტიკას. მაურომ სწორედ იქ გამოავლინა, რამდენად გამორჩეული რეპორტიორი იყო და ამის გამო რამდენიმე გაზეთში მუშაობდა. ბოლოს და ბოლოს ის მივიდა ლორაში, ისტორიულ მემარცხენე გაზეთში, რომელიც ანტიმაფიის მოძრაობის გაშუქებით იყო ცნობილი. სწორედ ამ სამსახურმა შეაყენა მაურო საფრთხეში და მოგვიანებით მისი ბნელი გაუჩინარების საფუძველიც გახდა. როცა ლორაში დაიწყო მუშაობა, საგამოძიებო ჟურნალისტმა მოულოდნელი ცვლილება განიცადა. მისი საკამათო წარსულიდან, როდესაც მუსოლინის ფაშისტურ რეჟიმს უჭერდა მხარს და იტალიის სოციალური რესპუბლიკის წევრი იყო, მოულოდნელად გადაიქცა ყველაფრის წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტად. როცა კომუნისტურ გაზეთში დაიწყო კარიერა, მაროს საგამოძიებო ჯგუფის წევრი გახდა, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკაში კორუფციას ამხელდა, არამედ სიცილიის მაფიასთანაც ჰქონდა საქმე. ამ სამუშაოს თან ახლდა თავისი ბუნებრივი საფრთხეები. ჟურნალისტებს უწევდათ ისეთი საკამათო თემების გამოძიება, რომელთა დამარხვაც ბევრს ურჩევნია ქალაქის მიწისქვეშეთში დარჩეს. მათ არ ჰქონდათ ხელისუფლებისგან დაცვა და მათი ვინაობა არასდროს იყო დაფარული, რის გამოც ისინი ადვილად ხდებოდნენ სამიზნეები. მორო აღმოჩნდა ერთ-ერთი ასეთი სამიზნე. ის აშუქებდა მაფიასთან დაკავშირებულ საქმიანობას და ნარკოტიკების ტრაფიკინგს. ცხადი იყო, რომ ის მოხდებოდა ბენდის ყურადღების ცენტრში და არც თვითონ დაეხმარა საკუთარ თავს, როცა გამოაქვეყნა მაფიის დედალური რუკა, რომელიც დაადასტურა გადაბირებულმა ტომაზო ბუშეტამ. ეს გამოძიებები ძირითადად ადგილობრივ კორუფციას, სიცილიის მაფიას და ნარკოტიკებით ვაჭრობას ეხებოდა, რაც მას მთავარ სამიზნედ აქცევდა მათთვის, ვისაც მისი გაჩუმება სურდა. ამ რისკების მიუხედავად, მორო მაინც აგრძელებდა თავის საქმიანობას და თავისი გამოძიებებისთვის პრესტიჟული პრემიო ლინოს ჯილდოც კი მოიპოვა. 1970 წელს კი მისი საქმიანობა მოულოდნელად შეწყდა. მისი ბედი მაშინვე გადაწყდა, როგორც კი დაიწყო გამოძიება იტალიის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის ენის პრეზიდენტის იდუმალი გარდაცვალების საქმეზე. პრეზიდენტი იყო ენრიკო მატეი, რომელიც 1962 წელს საეჭვო გარემოებებში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მორო დარწმუნდა, რომ თვითმფრინავი დივერსიის შედეგად ჩამოვარდა და მიანიშნა, რომ მაფია უდაოდ იყო ამაში გარეული. დიდი დრო არ გასულა, რომ მისი გამოძიება წინ წაიწია იმ თვეებში, რაც 16 სექტემბრამდე დარჩა. რამდენიმე დღით ადრე მან თავისი კოლეგებისთვის გაზეთ ლა ლორაში მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მე მაქვს სენსაცია, რომელიც იტალიას შეარყევს. ასეთი იყო მისი განცხადება. რამდენიმე საღამოს შემდეგ, როცა მორო სახლში ბრუნდებოდა ვია დელ მანიოლით, მისმა ქალიშვილმა ფრანკამ რაღაც შემაძრწუნებელი იხილა. მან დაინახა, როგორ აღმოჩნდა მამამისი უცნობი მამაკაცების გარემოცვაში. შემდეგ ისინი ჩასკდნენ მის BMW-ში და წავიდნენ. მანქანა მალე იპოვეს, მაგრამ მოროს კვალი არსად იყო, არც რაიმე ნიშანი, რაც მის ადგილსამყოფელზე მიბვითითებდა. ჟურნალისტი გაუჩინარდა და აშკარა იყო, რომ იგი გაიტაცეს. შესაძლოა მისი საგამოძიებო საქმიანობისა და იმ რევოლუციური ინფორმაციის გამო, რაც აღმოაჩინა. პოლიციამ დაიწყო ვარაუდი, რომ საბოლოოდ მაფიამ მოუსწრაფა მას სიცოცხლე, მაგრამ ცხედრის პოვნის მცდელობა ამ დაუდგენელ საიდუმლოდ დარჩა, რადგან ის არასდროს უპოვიათ. წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტი თეორია გაჩნდა, რომლებიც მოროუს გაუჩინარებას, მატეის გამოძიებას ან მაფიის საქმიანობას უკავშირებდნენ და ზოგიერთი ვარაუდობდა, რომ ეს ყველაფერი უიღბლო მემარჯვენე გადატრიალება იყო. როდესაც ხელისუფლება ცდილობდა თითოეული ამ ვარაუდის გამოძიებას, ხშირად ხვდებოდნენ დაბრკოლებებს, რამაც გამოიწვია ბრალდებები, რომ იტალიის პოლიციისა და სპეცსამსახურების გარკვეულ პირებს ხელი ჰქონდათ შეწყობილი გამოძიების შეფერხებაში. 1994 წელს განდგომილმა ბუშეტამ მიანიშნა, რომ მორო შესაძლოა მაფიის მსხვერპლი გამხდარიყო მას შემდეგ, რაც მატეის გარდაცვალების უგამდგომი სიმართლე გაიგო. მაგრამ სხვა ჩვენებებიც მიუთითებდა, რომ ჟურნალისტს გადატრიალების გეგმების შესახებ გაეგო და ამგვარი ინფორმაციის ფლობა საფრთხეს უქმნიდა სხვადასხვა დაჯგუფებებს, მათ შორის მაფიის წარმომადგენლებსა და ნეოფაშისტებს.
მოგვიანებით ჩატარებულმა გამოძიებამ მიუთითა, რომ მოროს გაუჩინარება, რომელიც როგორც მიიჩნეოდა მისი სიკვდილით დასრულდა, გამოწვეული იყო მის მიერ შეთქმულების შესახებ მიღებული ცოდნით. პროკურორის თქმით, მაფიას სურდა მოროს ხელი შეეშალა გაემჟღავნებინა შეთქმულება ბანდას, ნეოფაშისტებსა და სავარაუდო ჯაშუშებს შორის, რომლებიც გადატრიალების მოწყობას ცდილობდნენ. 2001 წელს სასამართლო გამოძიების შედეგად საქმე ხელახლა გაიხსნა და სულ რაღაც 5 წლის შემდეგ იგი მკვლელობის საქმედ იქცა, რამაც გამოიწვია სასამართლო პროცესი, სადაც მაფიის ბოსი სალვატორე რინა თავარი ბრალდებული გახდა. უითხოვეს, რომ საგამოძიებო ჟურნალისტი მაფიის რისხვის მსხვერპლი გახდა, მაგრამ სხეულის ან რეალური ფიზიკური მტკიცებულების გარეშე მისი საქმე საბოლოოდ საიდუმლოდ რჩება. ამ საქმეში ყველა მტკიცებულება ირიბია და მხოლოდ ხმებზეა დაფუძნებული. ჟურნალისტის გაუჩინარების სიმართლე კვლავ გაურკვეველია და საიდუმლოშია გახვეული. ადამიანების უმეტესობის აზრით, სხვადასხვა სამართალდამცავი ორგანოები ერთად მუშაობენ ბენ დანაშაულების გამოსაძიებლად და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. ხანდახან ესეთი ორგანო ცდილობს ჩაერიოს სხვა ორგანოს მიერ მიმდინარე გამოძიებაში, რათა საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებები დაფაროს. ესე მოხდა შემთხვევაშიც, რომელიც ეხებოდა ციხის პატიმარს სახელად ენტონი ბრაუნი. მას შემდეგ, რაც ის ლოს-ანჯელესის ციხეში იმყოფებოდა, FBI-მ ეჭვი მიიტანა ლოს-ანჯელესის შერიფის რამდენიმე მოადგილეზე, რომლებიც როგორც ჩანდა კორუფციაში იყვნენ ჩართული, მაგრამ ამის დამტკიცების გზა არ ჰქონდათ. შემდეგ მათ გადაწყვიტეს ციხეში საიდუმლო ოპერაცია ჩაეტარებინათ და ენტონი ბრაუნს დაუკავშირდნენ, რათა გაეგოთ თუ იქნებოდა მზად სააგენტოსთან თანამშრომლობისთვის. მან დათანხმდა და დაევალა მტკიცებულებების შეგროვება ამ მოადგილეების წინააღმდეგ, რათა ისინი სამართლის წინაშე წარდგენილიყვნენ. ნებისმიერი ინფორმაცია, რაც მას ჰქონდა FBI-ისთვის, ტელეფონით გადაეცემოდა, მაგრამ როგორც კი ბრაუნმა ინფორმაციის მიწოდება დაიწყო, შერიფის დეპარტამენტმა მისი ზარების მოსმენა დაიწყო და პანიკა ათქდა. ზარები FBI-მდე მიიყვანეს. შეშინებულებმა რომ გამოუშკარავდებოდნენ როგორც კრიმინალები, მოადგილეებმა შეიმუშავეს გეგმა, რათა ბრაუნი დაედუმებინათ. FBI-ისთვის ჩანდა, თითქოს ის მოულოდნელად გაუჩინარდა და ვერ შეძლეს მისი პოვნა, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ პირებს კითხეს, სად იყო ბრაუნი. მან უკვე გაამჟღავნა, რომ ციხე, სადაც ის იმყოფებოდა, ძალიან ცუდად იმართებოდა და არანაირი მცდელობა არ იყო პირობების გასაუმჯობესებლად. ბევრ პატიმარს ხშირად უსაფუძვლოდ სცემდნენ. ირონიულად, ფედერალური ბიუროს ფარული აგენტმა მოახერხა მობილური ტელეფონის შეტანა ბრაუნის საკანში, მას შემდეგ, რაც შეთქმულებას შევიდა კორუმპირებულ ციხის მცველთან, რომელმაც წესების დარღვევის სანაცვლოდ $1500 ქთამი მიიღო. ოპერაცია კარგად დაიწყო, მაგრამ ყველაფერი შეჩერდა, როცა ბრაუნი მოულოდნელად გაუჩინარდა. 18 დღის განმავლობაში ფედერალური ბიურო ყველაფერს აკეთებდა მის საპოვნელად, მაგრამ ვერანაირ ინფორმაციას ვერ პოულობდნენ მისი ადგილსამყოფელის შესახებ და მუდმივად აცილებდნენ ციხის თანამშრომლები და შერიფის დეპარტამენტის მოადგილეები. იყო შიში, რომ მისი სიცოცხლე ციხეში დასრულდა და ამას ოფიციალური პირები ფარავდნენ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ვერ დამტკიცდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბრაუნმა შეაგროვა ინფორმაცია ციხეში არალეგალური ნივთიერებების კონტრაბანდაზე, ორგანიზებულ ჩხუბებზე და სხვა კორუმპირებულ საქმიანობებზე. და მას შემდეგ, რაც მოადგილემ საკანში კონტრაბანდული მობილური ტელეფონი იპოვა, ის გააქრეს. ჯერ მისი სახელი ციხის რეესტრში შეცვალეს, ამის შემდეგ კი საგნიდან გამოიყვანეს და სხვაგან გადაიყვანეს. როდესაც ციხის ჩანაწერები შეამოწმეს, აღმოჩნდა, რომ ბრაუნი შერიფის ოფისის პატიმრობიდან გათავისუფლებული იყო. როდესაც ბრაუნი საბოლოოდ დააბრუნეს, მან გაამხილა, რომ რამდენჯერმე ღამის სიჩუმეში ძალით ჩასვეს მანქანაში და უცნობ ადგილას წაიყვანეს. მინიმუმ 12 მცველი იყო დავალებული მის მუდმივ მეთვალყურეობაზე. მას სიცოცხლის შიში ჰქონდა და როდესაც ყველაფერი დასრულდა, მან სარჩელი შეიტანა ლოს-ანჯელესის შერიფის დეპარტამენტის წინააღმდეგ, კონკრეტულად კი ყოფილი შერიფის ალი ბაკას და ყოფილი მოადგილე შერიფის პაულ თანაკას წინააღმდეგ, რომლებიც აღმოჩნდნენ გატაცების სქემაში ჩართული. კორონავირუსის გავრცელების პერიოდში ბევრი საუბარი იყო იმაზე, თუ რა უნდა გაკეთებულიყო საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რა ზომები უნდა მიღებულიყო დაავადების გავრცელების რაც შეიძლება სწრაფად შესაჩერებლად. მაგრამ ბევრმა ადამიანმა თითქოს დაივიწყა იმ ექიმებისა და მედდების უსაფრთხოება, რომლებიც ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაზე იყვნენ პასუხისმგებელნი და რომელთაგანაც ბევრმა სიცოცხლე დაკარგა ვირუსთან შეხების შედეგად, თავიანთი მოვალეობის შესრულებისას. განსაკუთრებით ერთმა ექიმმა ფენმა დაიწყო ამ თემაზე საუბარი, როდესაც ჩინეთში უხანის ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ უარესდებოდა მისი კოლეგების ჯანმრთელობა და საბოლოოდ როგორ გარდაიცვალნენ ისინი და მიაჩნდა, რომ ჩინეთის მთავრობას მეტი შეეძლო გაეკეთებინა დაავადების სწრაფი გავრცელების შესაკავებლად.
ის კრიტიკულად განეცხო სამედიცინო სექტორის ხელმძღვანელობის მიმართ მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ პანდემიის ადრეული გამაფრთხილებელი ნიშნები დამალეს. და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის დამალეს. მან აუცილებლად აღნიშნა ეს მაშინ, როცა ჟურნალ Renmus-თან ინტერვიუში საუბრობდა. ინტერვიუ მოგვიანებით ინტერნეტში აიტვირთა და თითქმის მაშინვე ჩინელმა ცენზორებმა დაიწყეს ვიდეოს წაშლა იმ საიტებიდან, სადაც მისი ნახვა შეიძლებოდა. გახდა ნათელი, რომ თქივნეულ თემას შეეხო, მაგრამ მას კიდევ ჰქონდა ახალი ამბები, რომლებსაც მსოფლიოს გაუზიარებდა. მან განაცხადა, რომ 2019 წლის დეკემბერში დაიწყო შენიშვნა, რომ მის პაციენტებს შორის რამდენიმე აჩვენებდა შემაშფოთებელ სიმპტომებს, რომლებიც SARS გავდა. და როდესაც მან ეს თავის უფროსებს აცნობა, საყვედური მიიღო და უთხრეს, რომ ჩუმად დარჩენილიყო. მალე მისი შეშფოთება დადასტურდა, როდესაც COVID-19 პანდემიის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. და სულ რამდენიმე თვეში 4 ექიმმა, რომლებიც ამ საავადმყოფოში მუშაობდნენ, სიცოცხლე დაკარგა. იმ დროისთვის ჩინეთში 3000-ზე მეტმა ადამიანმა დაავადებას ვერ გაუძლო და სხვა ბევრ ექიმთან ერთად დაიწყო უხანში არსებული ცუდი პირობების ფხილება. მისმა ხელმძღვანელებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ ეს უთხრეს, თავისი შეშფოთება თავისთვის შეინახა, რადგან საავადმყოფოს არ სურდა საზოგადოებაში პანიკის გამოწვევა. მაგრამ მას საეჭვოდ მიაჩნდა ის ფაქტი, რომ ინფორმაცია მთლიანად იყო ჩახშობილი, მათ შორის მედიაშიც კი. 2 დღის შემდეგ, რაც მან თავისი ანგარიში წარადგინა, მას საავადმყოფოს დისციპლინური კომიტეტის ხელმძღვანელის კაბინეტში უხმეს და გაფრთხილება მისცეს საავადმყოფოს სტაბილურობის დაზიანებისა და ცრუხმების გავრცელებისთვის. დანარჩენ საავადმყოფოს პერსონალს უთხრეს, რომ არავისთან ესაუბრათ ვირუსზე და მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დამცავი ტანსაცმელი მისცეს. მალე საავადმყოფო ახალი შემთხვევებით ივსებოდა, მაგრამ ჩინეთის მთავრობა მაინც უარს ამბობდა ეღიარებინა, რომ დაავადება ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი შიშები უკვე დადასტურებული იყო, კიდევ 8 ექიმს საყვედური გამოუცხადეს იმის გამო, რომ ისინი მომავალი პანდემიის რეალურ მასშტაბებზე საუბრობდნენ. 2 კვირის შემდეგ, რაც აბე მედიასთან ისაუბრა, ის მოულოდნელად გაუჩინარდა და მის კოლეგებს მასთან დაკავშირება ვეღარ შეძლეს. საბედნიეროდ ის ისევ გამოჩნდა იმ წლის აპრილში, როდესაც სამსახურში გადაღებული თავისი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: გილოცავთ 1 აპრილს. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ თავად არ იყო მხილებელი, არამედ საკუთარ თავს იმ ადამიანად მიიჩნევდა, ვინც მხილებლებს საჭირო სასტვენს აწვდიდა. Frederick Valentine's საქმე, რომელიც ავსტრიელი იყო და 1978 წელს შიდა ავიაციის პილოტობაზე სწავლობდა, მართლაც უცნაურია. და დღემდე მისი მოულოდნელი გაუჩინარება ნამოუხსნავად რჩება. მისი გაუჩინარების დროისთვის ფრედერიკი ნამდვილად არ იყო გამოცდილი პილოტი. მას დაახლოებით 150 საათი ჰქონდა ნაფრენი, მაგრამ მან მიაღწია ინკომპეტენციის დონეს, რომელიც საშუალებას აძლევდა ღამით ეფრინა, თუ ხილვადობა საკმარისად კარგი იყო, რომ გარკვეული ორიენტირები ამოეცნო. მან ადრე კომერციული პილოტის ლიცენზიისთვისაც მიმართა, მაგრამ გამოცდა ვერ ჩააბარა და ასევე უარი მიიღო ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალებში. მას სხვა პრობლემებიც ჰქონდა გამოვლენილი. ერთხელ შენიშვნა მისცეს, რადგან გაზრახ შეიჭრა ღრუბელში და შეგნებულად შევიდა აკრძალულ საჰაერო სივრცეში. მათ მიხედვით, ვინც ფრედერიკს იცნობდა, ფრედერიკ ვალენტიჩი ცნობილია როგორც მფრინავი თეფშების მორწმუნე და თავის შეყვარებულთან საუბარში გამოუთქვამს შიში, რომ უცხო პლანეტელები შეიძლება მოიტაცებდნენ. ეს არ შეუშლია ხელი მის ოცნებას, გამხდარიყო პილოტი და 1978 წლის 21 ოქტომბერს მან მელბურნის არნის აეროპორტიდან აფრინდა მსუბუქი 1 მილიანი ცესნათი. მას ჰქონდა დაგეგმილი დაახლოებით 150 მილის მანძილის გადაფრენა, ბასის სრუტესა და Cape Otway-ს გადაკვეთა, სანამ King Island-ზე ჩავა. ფრენა 1 საათი და 10 წუთი უნდა გაგრძელებულიყო და ფრედერიკი თვლიდა, რომ მზად იყო. უცნაურია, რომ მან არასდროს მოითხოვა აეროპორტის ასაფრენი ბილიკის განათების ჩართვა თავისი ჩამოსვლისთვის. მაგრამ რადგან ხილვადობა კარგი იყო და ამინდი მშვიდი, აშკარა შეშფოთების მიზეზი არ არსებობდა. ანუ, სანამ იმ ღამით აფრენიდან მალევე, ყველაფერი არ შეიცვალა. ერთ მომენტში ფრედერიკმა დაუკავშირდა საჰაერო მოძრაობის კონტროლს და აცნობა, რომ ცაში რაღაც უცნაური შენიშვნა. როცა შეძლო უფრო ახლოდან დაეთვალიერებინა, მიხვდა, რომ ეს იყო რაღაცა უცნობი აპარატი, რომელიც შემდეგ მის თვითმფრინავს გაჰყვა. მან ეს ინფორმაცია გადასცა და ცოტა ხნის შემდეგ განაცხადა, რომ აპარატი ახლა მისი თვითმფრინავის ზემოთ უძრავად ეკიდა და განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ მსგავსი საფრენი აპარატი მან არასდროს უნახავს. მისი საუბრის ჩანაწერში საჰაერო მოძრაობის კონტროლთან მომდევნო 17 წამის სრულიად დუმილი იყო, რის შემდეგაც უცნაური მეტალის ხრაჯუნის ხმა გაისმა. ფრედერიკთან დაკავშირების შემდგომი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა და როდესაც ის Kings Island-ზე არ მივიდა, საძიებო ოპერაცია დაიწყო. პასის სრუტეში საძიებლად გემები გამოიყენეს, შემდეგ კი სამოქალაქო და სამხედრო თვითმფრინავებმა მიწაზე მისი თვითმფრინავის თვალი საპოვნელად ტერიტორია გაჩხრიკეს.
და 4 დღის განმავლობაში დაახლოებით 2600 კვადრატული მილის ფართობი მოიცვა საძიებო ოპერაციამ, მაგრამ დაკარგული კაცისა და მისი თვითმფრინავის კვალი ვერ აღმოაჩინეს. საბოლოოდ ძებნა შეწყვიტეს და როგორც მოსალოდნელი იყო, შეთქმულების თეორიები გაჩნდა. ავსტრალიის მთავრობამ განაცხადა, რომ მისი გაუჩინარება აუხსნელ შემთხვევად კლასიფიცირდა, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ ფრედერიკ ვალენტიჩის თვითმფრინავს მექანიკური გაუმართაობა შეექმნა, ან მან შეიძლება დეზორიენტაცია განიცადა მას შემდეგ, რაც უცნაური ობიექტი შენიშნა თავისი თვითმფრინავის ახლოს, რამაც ავარია გამოიწვია. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მან ეს შემთხვევა მოიგონა, რათა განზრახ გამქრალიყო. მაგრამ მისი ოჯახი და მეგობრები ამას არ ეთანხმებიან, რადგან ის როგორც პილოტის თავისი მომავალი კარიერით ძალიან იყო აღფრთოვანებული. 2014 წელს ვალ ბრუქსმიტი ცხოვრობდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, სადაც მუსიკოსად მუშაობდა. მაგრამ ის უკრაინაში დაიბადა. 1969 წელს კი მისი მშობლები ალე და ალექსანდრე გადავიდნენ აშეტეშუში, რათა ოჯახისთვის ახალი და უკეთესი ცხოვრება დაეწყოთ. ისინი ჩიკაგოში დასახლდნენ, სანამ მისი მშობლები განქორწინდებოდნენ და შემდეგ დედამისმა სხვა კაცზე იქორწინა, სანამ ნიუ-ჯერსიში გადავიდოდა. 2014 წელს კი ვალის ცხოვრება სრულად მოულოდნელად შეიცვალა, როცა მამამისი, რომელიც ჰოლანდიური ბანკის აღმასრულებელი იყო, გარდაიცვალა. მამამისის გარდაცვალების შემდეგ ვალმა კომპიუტერზე ცდომა მიიღო და როცა მამამისის ელფოსტის ანგარიში გახსნა, ძალიან საინტერესო ინფორმაცია აღმოაჩინა. მან ასობით ფაილი იპოვა, რომლებიც ჰოლანდიურ ბანკს უკავშირდებოდა და იცოდა, რომ ეს ინფორმაცია ხელისუფლებისთვის საინტერესო იქნებოდა. ფედერალური და სახელმწიფო გამოძიება დაიწყო ბანკის წინააღმდეგ, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ მის თანამშრომლებს არაკეთილსინდისიერი ქმედებები ჰქონდათ ჩადენილი. ამის სოდნის შემდეგ ვალმა გადაწყვიტა თავისი მამის ფაილები ნიუ-იორკში FBI-სთვის მიეწოდებინა, თუმცა პირველად აგენტებს ლოს-ანჯელესში შეხვდა. მას შემდეგ, რაც ვალმა გაამჟღავნა თავისი აღმოჩენები, FBI მას მიცა ნებართვა გამოძიებაში მოწმედ წარგენილიყო, რის შემდეგაც მან ფაილები რამდენიმე მედია საშუალებასა და კვლევით კომპანიას Fusion GPS გადასცა, რომელიც ჰოლანდიური ბანკისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ურთიერთობას იკვლევდა. შემდეგ 2021 წლის 7 აპრილს ვალი მოულოდნელად გაუჩინარდა. გაირკვა, რომ 2019 წელს მას სასამართლოს მიერ დაევალა გარკვეული დოკუმენტების გადაცემა წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტისათვის, რომელიც რუსეთთან დაკავშირებულ საკითხს იძიებდა. მიჩნეული იყო, რომ ჰოლანდიურმა ბანკმა რუსი ფულის გამთეთრებლები დაიქირავა და რომ სქემაში შესაძლოა რამდენიმე სხვა ფინანსური ინსტიტუტიც იყო ჩართული. მან ასევე მიაწოდა სენსიტიური ინფორმაცია ჟურნალისტს New York Times-ისა და Forensic News-ისთვის, რომლებმაც ორივემ გამოაქვეყნეს სტატიები სავარაუდო ფულის გათეთრებასა და არასათანადო ქცევაზე. მას შემდეგ, რაც ვალი დაკარგულად გამოცხადდა, პოლიციამ გაამჟღავნა, რომ ბოლოს ის დაახლოებით 4 საათზე ლოს-ანჯელესის გრიფიტის პარკში ნახეს, სადაც მან თავისი შეყვარებული დატოვა. ის უნდა დაბრუნებულიყო მის და მისი შვილის წამოსაყვანად იმავე დღის მეორე ნახევარში, მაგრამ აღარ გამოჩენილა. როდესაც მეორე დილასაც არ დაბრუნდა სახლში, მისმა შეყვარებულმა Find My iPhone-ის აპლიკაცია გამოიყენა მისი ტელეფონის მოსაძებნად და აღმოაჩინა, რომ მისი მანქანა მიტოვებული იყო ლოს-ანჯელესის სამხრეთ ცენტრალურ ნაწილში. ძრავა კი ისევ ჩართული ჰქონდა. მანქანა გაჩხრიკეს, მაგრამ იქიდან მეტი კვალი ვერ იპოვეს და პოლიცია დაბნეული დარჩა, ვერ გაიგეს რა დაემართა მას. მოითქვა ვარაუდი, რომ მისი თანამშრომლობა სამართალდამცავებთან მისი გაუჩინარების ერთ-ერთი მიზეზი იყო, მაგრამ ეს ვერ დადასტურდა. ეს შიშები საბოლოოდ გაქრა, როცა ვალი მოულოდნელად გამოჩნდა 2022 წელს, თუმცა შემდეგ დააკავეს, რადგან მასთან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც თავად ჰქონდა დამზადებული. მან ეს იარაღი გამოიყენა დასამუქრებლად ლუდსახარშის Art Colony-ის თანამშრომლობის მიმართ, რის გამოც მის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გასცეს. ამ დროისთვის ხელისუფლებას ეჩვენებოდა, რომ ვალი უსახლკაროდ იყო დარჩენილი და მათ გაამხილეს, რომ ის ავლენდა შემაშფოთებელ ქცევას, რამდენიმე ადამიანს დაემუქრა თავისი ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღით. იმავე თვეში მოგვიანებით, პოლიციამ გამოაცხადა, რომ ვალი გარდაცვლილი იპოვეს უილსონის საშუალო სკოლის კამპუსში, ელ სერანოში და დადგინდა, რომ ის დაიღუპა ხიდან ჩამოარდნის შედეგად მიღებული თავისა და ხერხემლის ტრაუმების გამო. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს შემთხვევით არყვითობა არ ყოფილა და ვალის უცნაური ქცევა გარდაცვალებამდე მიუთითებდა უფრო ბოროტ განზრახვაზე. მაგრამ ეს არასოდეს დადასტურებულა და მისი მოულოდნელი გაუჩინარების ნამდვილი მიზეზი უცნობად რჩება. 2019 წელს დაწყებულმა COVID-19 პანდემიამ მთელი მსოფლიო დააზარალა, რადგან ადამიანები იძულებულნი იყვნენ კარანტინში დარჩენილიყვნენ. ამ პერიოდში კი სახლიდან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უშვებდნენ და საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო იყო. საზოგადოების წევრები სულ უფრო მეტად ღელავდნენ, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და ბევრმა გადაწყვიტა საკუთარი გამოძიება ჩაეტარებინა. ჩინეთის მოქალაქემ სახელად Pang Binma გადაწყვიტა თავად ეპოვა პასუხები და მალე სერიოზულ პრობლემებში აღმოჩნდა.
ფანგმა დაიწყო ვიდეოების ჩაწერა უხანში, სადაც ეპიდემია დაიწყო, რათა მსოფლიოსთვის სიმართლე გაემჟღავნებინა. მან დაიწყო თავისი ვიდეოების ატვირთვა YouTube-ზე, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაეცნო მათ, რაც ჩინეთის მთავრობას ძალიან არ მოეწონა. უკვე გამოაშკარავდა, რომ მთავრობა ეპიდემიის შესახებ სიმართლეს არ ამბობდა და დაავადების გამოვლენასა და მისი სწრაფი გავრცელების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შორის სამკვირიანი დაგვიანება იყო. მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის წვერი იყო. ერთხელ ფანგი ეწვია ადგილობრივ საავადმყოფოს ტოფოს და გადაიღო კადრები გადავსებულ დერეფნებში, სადაც ბევრი ადამიანი მკურნალობის გარეშე რჩებოდა პაციენტების დიდი რაოდენობის გამო. უფრო შემაშფოთებელი იყო მისი კადრები, სადაც ნაჩვენებია როგორ ტვირთავდნენ გარდაცვლილ პაციენტებს მიკროავტობუსში. და როგორც კი ეს ვიდეო აიტვირთა, მან პანიკა გამოიწვია ჩინელ მოსახლეობაში, რომლებიც მანამდე უცოდინარობაში იყვნენ. ერთ-ერთ ბოლო ვიდეოში, რომელიც მან ატვირთა, მან აჩვენა კადრები, სადაც ფარული პოლიციელები მის სახლს ალყაში აქცევდნენ და შემდეგ ის მოულოდნელად გაუჩინარდა. თითქმის 3 წლის განმავლობაში არავის ჰქონდა წარმოდგენა რა დაემართა ფეის და მისი ოჯახი, ისევე როგორც მისი YouTube-ის გამომწერები, შეშფოთებულები იყვნენ, რომ ის ჩინეთის მთავრობამ ან გაიტაცა, ან დაადუმა. ხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ის და კიდევ რამდენიმე მამხილებელი დააკავეს, რათა ეპიდემიაზე ხმა არ მოეღოთ. მას საუკენეს ბრალდება ჩხუბის გაჩარებასა და პრობლემების გამოწვევაში და უთხრეს, რომ არავისთან ესაუბრა, სანამ პატიმრობაში იქნებოდა. 2023 წელს საბოლოოდ გახდა ცნობილი, რომ მას ციხიდან გაათავისუფლებდნენ, თუმცა ის კვლავ მთავრობის ზედამხედველობის ქვის ქვეშ დარჩა. ჩვეულებრივ ამ ბრალდებით დაკავებულ პირს მხოლოდ 6 თვის განმავლობაში შეუძლიათ დაკავება, მაგრამ ფანგი 3 წელიწადს დარჩა ციხეში, სანამ საზოგადოებაში დაბრუნების უფლება მისცეს. Ross Alderson 2008 წლიდან 2017 წლამდე ბრიტანეთის კოლუმბიის ლატარიის კორპორაციაში მუშაობდა. და სწორედ გადადგომამდე და მის უცნაურ გაუჩინარებამდე ის ფულის გათეთრებისა და გამოძიების დირექტორის პოზიციას იკავებდა. მისი გადადგომა გამოწვეული იყო გარკვეული შეუსაბამობებით, რომლებიც მან კორპორაციაში მუშაობისას შენიშნა. და 2017 წელს მან გადაწყვიტა თავისი აღმოჩენები პირდაპირ მედიასთან გაეტანა. მან არ მოაჩინა კომპანიის შიგნით არსებული რთული ფულის გათეთრების ოპერაცია და გადაწყვიტა თავისი მოვალეობა შეესრულებინა, როდესაც ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მან განაცხადა, რომ ერთ დროს შეამჩნია, რომ კაზინოებში მაღალი რანგის მოთამაშეებისთვის მცირე კუპიურებში დიდი ოდენობის ფული მიეწოდებოდა. ფული როგორც წესი შეფუთული იყო პაკეტებში, ან მოქონდათ ისეთი მანქანებით, რომლებიც მას არ ეცნობოდა. ერთ-ერთი აღნიშნული დაწესებულება იყო River Rock Casino Richmondში, ბრიტანეთის კოლუმბიაში. და მან რამდენიმე სხვა გაუმძიებელთან ერთად გადაწყვიტა უფრო ახლოდან დაეთვალიერებინა კაზინოს საქმიანობა. მათ დაიწყეს დაჯერება, რომ ფული კაზინოში მოქონდათ კრიმინალური სამყაროს წევრებს, რის შემდეგაც ის ნაწილდებოდა მაღალი ფსონების მოთამაშეებზე, რომლებიც იქ თამაშობდნენ. ეს იდეალური გზა ჩანდა უკანონოდ მოპოვებული ფულის გასათეთრებლად და როსმა იცოდა, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა ამის შესაჩერებლად. ერთ დღეს, როდესაც ის კაზინოში იყო, შენიშნა, რომ საეჭვო ტრანზაქცია ხდებოდა. $100,000 გადახდა ხდებოდა $20 კუპიურებში, რაც ძალიან უჩვეულო იყო და მან გადაწყვიტა ჩარეულიყო. მაგრამ როგორც კი ასე მოიქცა, მასთან მივიდა კაზინოს მენეჯერი, რომელმაც შემდეგ იგი ბრიტანეთის კოლუმბიის ლატარიის კორპორაციას აცნობა. მას დაიბარეს და უთხრეს, რომ შეეწყვიტა კაზინოს გამოძიება, რადგან მისგან მხოლოდ იმ საქმიანობის დაკვირვებას ელოდნენ, რაც იქ ხდებოდა და შემდეგ ამის შესახებ უფროსებისთვის უნდა ეცნობებინა. ასევე აუგზალეს დაწესებულებაში მოთამაშეებთან საუბარი და მალე დაიწყო იმის დაჯერება, რომ კორპორაციაში მისი უფროსებიც პრობლემის ნაწილი იყვნენ. შემდგომმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ეს სელდა პრობლემები კორპორაციის ყურადღებას წარსულშიც არაერთხელ მიუქცევიათ, როცა პოლიციის ოფიცრებსა და გაუმძიებლებს ეს საეჭვო საქმიანობა შეუმჩნევიათ, მაგრამ მათ ან გამოძიების შეწყვეტა მოსთხოვეს, ან უბრალოდ უგულებელყვეს. მიუხედავად ამისა, როსმა 2015 წელს შეადგინა ამომძურავი ანგარიში, რომელშიც რეკომენდაცია გასცა, რომ ნებისმიერი გადახდა, რომელიც $20,000-ზე მეტია და მაღალი რანგის მოთამაშეებზე უნდა გაიცეს, ჯერ კაზინოს მომსახურე პერსონალმა უნდა გადაამოწმოს. მაგრამ მისი რეკომენდაცია უყურადღებოდ დარჩა. ამიტომ 2017 წელს მან იგრძნო, რომ აღარ ქონდა არჩევანი და გადაწყვიტა საჯაროდ გაევრცელებინა თავისი აღმოჩენები, რადგან უარი თქვა ჩართულიყო რთულ და საშიშ კრიმინალურ საქმიანობაში. 2020 წელს მას ბრიტანეთის კოლუმბიაში ფულის გათეთრების საკითხზე საგამოძიებო კომისიაში გამოცხადება მოსთხოვეს, მაგრამ ის არ გამოცხადდა. როდესაც ვერავინ მოახერხა მასთან დაკავშირება, კიდევ ბევრჯერ სცადეს როსთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ, რადგან არავის ჰქონდა წარმოდგენა, სად გაქრა ის. შემდეგ გაირკვა, რომ როსი ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად მას შემდეგ, რაც მისი განცხადებების გამო მუდმივად ავიწროებდნენ და შიში დაეწყო საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლისთვის. ბოლოს მან თავისი აღმოჩენები ვიდეოკავშირის საშუალებით წარუდგინა კალენის კომისიას 2021 წელს და მისი შეშფოთება დადასტურდა.
ჯერ კიდევ უცნობია დააკავეს თუ არა ვინმე ამის შედეგად, მაგრამ როსმა 2023 წელს მიიღო პიტერ ბრაისის პრემია ეთიკური ლიდერობისა და ინფორმატორობისთვის. დიდი მადლობა რომ უყურეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააწაკეთ მიგით მოწონების რილაქს. ესევე არ დაგავიწყდეთ გამოწერა და დააწეკით შეტყობინების ზარს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ ტოპ 5 უცნობი და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.